მოგესალმებით მორიგი ვიდეოდან. წინა ვიდეოს ვინც უყურეთ, თუ გახსოვთ შეგპირდით რომ გავაგზავნებდით Picas Tunings და გავხსნით კომპიუტერს, თუმცა დღეს სხვა ამბავის მოყოლას ვაპირებთ. დღეს თქვენ ნახავთ თუ როგორ ვიმოგზაურებთ უკან მომავალში. This guy is getting drinking. მოკლედ მოხდა ესეთი რამ. 9 წლიანი დგომის შემდეგ ვაცოცხლებთ ამჯერად უკვე ნამდვილ Suprას. დღე პირველი. ეხლა მოვაკითხეთ Suprას. რა შევცვალეთ Suprას? პირველ რიგში მანქანის დასაკოკად შევცვალეთ ბენზინის ნასოსი, რომელიც იყო საკმაოდ გაბიდნული და უკვე დაძველებული. შემდეგ შევცვალეთ ძრავის ხვედი, რადგან ისიც ძველი იყო, ასევე შეიცვალა, რა თქმა უნდა, ზეთები და შეიცვალა აალების სანთლები. შეიცვალა ამორტიზატორების სისტემა, შეიცვალა რეზინების სავალ ნაწილში და რაც თავარია, შეიცვალა დისკები და წინა ბამპერი ვიზუალის მხარეს. Delphi Motors-ი ადგილი, სადაც 9 წლიანი დგომის შემდეგ ავტომობილი პირველად გაირეცხება. ამას შეხედეთ, ეს ხომ საშინელება? განაეკადრება იაპონელ ლეგენდას ასეთი სიბინძურე. როგორი დასურილია ის? ეს მიუღებელია. ისმის კითხვა, ვინ დაგვეხმარება? ვინ თუ არა Delphi Motors-ის გამოცდილი გუნდი? სქელნადებთან და ტალახთან საბრძოლველად პრემიუმ ხარისხის საშუალებებს იყენებენ. თუ გსურთ რომ ავტომობილი დაიხსნათ და ბინძურებისგან და ჩაუტაროთ პროფესიონალური ქიმწმენდა, აუცილებლად მიმართეთ Delphi Motors. მოკლედ Suprას იაპონიიდან მოყვა Wheelside სტილის ბამპერი, რაც მე პირადად არ მომწონდა, ჩემი აზრით ძალიან დატვირთული იყო და საკმაოდ Need for Speed-ული ვიზუალის მქონე იყო. ბავშვობა არ ქონდა? ხო და აქედან გამომდინარე გადავწყვიტე ქარხნულთან მიახლოებული, თუმცა ოდნავ უფრო მოსპორტულო ბამპერი დამეყენებინა. ეს ბამპერი გამოვიწერე დიდი ბრიტანეთიდან და ჩამოვიდა ძალიან უხარისხო. იყო ძალიან თხელი, იყო ძალიან მსხრევადი, არ ქონდა დრეკადობა და აქედან გამომდინარე მაგ ბამპერის შეღებას აზრი არ ქონდა თბილისის გზებიდან გამომდინარე. ამიტომ წავედით დაჩისთან. Wheelside-ის ბამპერიდან გადმოვიტანეთ სამაგრები, რადგან ეს ბამპერი დამდგარი იყო ქარხნულ სამაგრებზე, იმიტომ რომ ჩამოვიდა სამაგრებიც კი არ ემთხვეოდა ისე, რომ მანქანა ელემენტარულად საზღვრებში ყოფილიყო. შემდეგ დაჩიმ ამ ბამპერისგან შექმნა ყალიბი და ამ ყალიბში უკვე ჩაასხა ბევრად სქელი ბამპერი, რომელიც ამ შემთხვევაში საკმაოდ მყარია და კარგი იამებშიც დავტესტე და მუშაობს. რაც შეეხება წინა ვიზუალს, ფარებია დასაპოლირებელი. ფარების აღსადგენად ჩვენ მოვედით Car X Detailing-ში, სადაც მოხდება გარე პლასმასის დაზუმფარება და ახალი ლაკის დასხმა. გარდა წინა ფარებისა, ჩვენ აღვადგინთ უკანა ბამპერის კარბონის ნაწილს, სადაც იგივე პროცესი უნდა გამეორდეს. ჯერ დაზუმფარდებას, შემდეგ კი ახალი პრიალა ლაკი დაესხმება. შედეგი ნათელია, ფარები განახლებულია და გამოიყურება საოცრად. დარეკეთ, იაბადა დაბადა დიბიდა, დიბიდა იბიდა დაბადა, იაბადა დიბადა დიბიდა. მადლობა.
ჩვენ ახლა მოვედით GM Detailing-ში, სადაც ვაპირებთ რომ გავაკეთოთ სრული პოლირება და კოსმეტიკური სამუშაოები. ამდენ წლიანი დგომის შემდეგ მანქანაზე გახუნებულია ლაკი, აქვს უამრავი მიკრონაკაწრი. მანქანა ვიზუალურად მკვდარია, თუმცა GM Detailing-ში გამოცდილი გუნდის და სწორი დამუშავების მეშვეობით ეს პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდება. ამიტომ ახლა შევუდგეთ საქმეს. რისკი. ზუმფარები. მოჭლეტილი ბოთლები. დაუღალავი შრომა. გამოცდილება. იარაღები. ასჯერ გაზომვა ერთხელ დაძებება. სიზუსტე. GM Detailing. როგორც ხედავთ, დასრულდა კოსმეტიკური სამუშაოები, მანქანა ბრწყინავს, გამოიყურება საოცრად და გავს ცენტრიდან გამოყვანილს. ეხლა მინდა კაცი შემოგვიერთდეს GM Detailing-ის დამფუძნებელი, რომელიც უფრო დეტალურად მოგვიყვება თუ რა გაკეთდა და როგორ დამუშავდა სუპრა. გამარჯობა გიო. გამარჯობა თემო, მივესალმებ შენს მაყურებელს, რაც შეეხება შენს ავტომობილს, მართლაც რომ ძალიან სულ მდგომარეობაში იყო, ლაკი იყო გახუნებული, ქონდა ძალიან ბევრი ნადები და მანქანა უკვე სიყუთლეში გადადიოდა. ჩვენ გავუკეთეთ ამ ავტომობილს სამკომპონენტიანი პოლირება, რასაც ჩვენ ვეძახით პრემიუმ ხარისხის პოლირებას, დაგვჭირდა მთლიანი ძარის დაზუმფარება, ეგრეთ წოდებული გაშკურვა და შემდგომ უკვე დავაპოლირეთ მთლიანი ავტომობილი. თითოეული დეტალი დამუშავდა სამჯერ სხვადასხვა პადით, სხვადასხვა ქეჩით და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პოლირების პასტით. რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ავტომობილს შეძინოს მაქსიმალურად სიპრიალე და ქონდეს საკისებური ეფექტი. გარდა პოლირებისა, მანქანაზე გაკეთდა სამთვიანი დამცავი ვაქსი, რაც გვაძლევს აი ამ შედეგს. ვაქსის ერთ-ერთი პლუსია მანქანის წყლით გამშრალება, რაც ძალიან დიდ თავის ტკივილს აგაცილებთ. კიდე ერთი კითხვა მაქვს შენთან. გარდა ამ ყველაფრისა, რა სერვისის მიღება შეუძლია ჩემს მაყურებელს GM Detailing-ში? GM Detailing-ში შეგიძლიათ მოგმართოთ, რა თქმა უნდა, პოლირების შესახებ, ამავდროულად ვაკეთებთ მინების დაბურვას, გვაქვს როგორც დამცავი ფირების გადაკვრა, ამავდროულად ვცვლით ავტომობილის, ასე ვთქვათ, ფერს, ისევ და ისევ ფირის საშუალებით, ანუ ვაკრავთ ფირს, გვაქვს Kingsman-ის სერვისი, ასე რომ ვისაც დაგჭირდებათ მსგავსი რამ თქვენს ავტომობილებზე შეგიძლიათ მოგმართოთ, დაგვიკავშირდეთ და მიიღებთ მაქსიმალურ შედეგს და ხარისხს, რა თქმა უნდა. არ შემიძლია დავეთანხმო, გარდა სუპერ სერვისისა, სუპერ ადამიანები დაგვხვდებიან აქ და აუცილებლად უნდა მოგბრძანდეთ თქვენც. მანქანა ნამდვილად რომ ფერი შეიცვალა და მართლა განახლებულია, აი განახლება რასაც ქვია ალბათ ეს არის. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა შენ. არ ველოდი ესეთ შედეგს და გაოცებული ვარ და აქედან მივდივართ განსაკუთრებულ ადგილას. სწორედ იქ, სადაც სუპრა ვიპოვეთ და გავაცოცხლეთ ახლიდან. და აი ჩვენც მოვედით სწორედ იქ, საიდანაც სუპრა წამოვიყვანეთ თავდაპირველად. როგორც ვიდეოს დასაწყისში ნახეთ, სუპრა აღმოვაჩინე TikTok car spotting გვერდზე.
თავდაპირველად რომ მივწერე ამ ფოტოების ავტორს არ მითხრა ლოკაცია სად იყო, მაგრამ მიახლოებით უბანი გავარკვიე და შემდეგ ბევრი სიარულის მერე მოვაგენი მაინც მანქანას. რაც შეეხება ყვითელ პიკაჩოს, ჩვენი ახალი Mark 5 Supra-ს გაყიდვა მომიწია და არც ნანობ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეხლა ესეთი რამე ხდება და არხით ამ კუთხით განვითარდება და ჩემი პირადი მანქანაც იქნება წველი ლეგენდარული Supra. ჩემთვის პირადად ეს მანქანა და ამ მანქანაზე მუშაობა როგორც პროექტად ბევრად საინტერესოა და თქვენს თუ გაინტერესებთ Mark 5-ის და Mark 4-ის შედარება, აუცილებლად შემოგთავაზებთ მაგვიდეოს ამ კომენტარით. ორიოდე სიტყვით მოგიყვებით Supra-ს მონაცემებზე. 2013 წელს იაპონიიდან ჩამოიყვანეს 47000 კილომეტრზე. მერე 3 წლის განმავლობაში იარეს და უკვე 2025 წელს შევიძინეთ 54000 გარბენზე. ჩათვალეთ დროის კაფსულაა ეს მანქანა. თან ეტყობა რომ ქართველი ხელოსნების ხელი არ არის დადებული და აი როგორც იაპონიიდან დღეს ჩამოგვიყვანა, ისეთ მდგომარეობაში ვიყიდეთ მანქანა. ამ ეტაპზე ესეთი სეტაპი გვაქვს. უტურბინო 2JZ და ავტომატიკა გადაცემათა კოლოფი. კი ახლა გამოხტებით ის კატეგორია რომ რამ გაყიდინა ეს უტურბინო და ავტომატიკა. ფუ, თქვენ არიდარდოთ. იგეგმება ამ მანქანის გამექანიკება და ეს მკვდარზე ვენოკი 220 ცხენის გასამაგება. არწმუნებული ვარ რომ ძალიან დაგაინტერესებთ თქვენც და სხვა მითხარით, აბა რა შეცვლიდეთ ამ მანქანას. რაც შეეხება შეცვლას, ბოლოს აი ეს საბოლოო შტრიხი გავაკეთეთ დისკებზე და ამ დისკებმა შეკრა ესე 2000-იანების JDM-ური ვიზუალი. ეს დისკები არის უკვე 19 ინჩი და ვფიქრობ რომ Supra-ს ჭირდება ეს ზომა 18-იანები. მე პირადად ძალიან მეპატარავებოდა და სტილისტიკურადაც ვფიქრობ რომ უფრო ახლოს არის ეს 2000-იანების და 90-იანების Japanese domestic marketplace-თან. ეს ყველაფერი არც მეტი არც ნაკლები 5 თვე გამეწევა და რატო? აქედან სადღაც 2 თვე ნახევარი 3 თვე მანქანა გაჩერებული იყო ჩვენი საოცარი კანონის გამო გადაკეთებულ გამშვებებზე. როგორც ხედავთ ამ კედელთან სინესტეში იდგა მანქანა და აი კითხარეს ეს გამშვები ბოლო ბაჩუკი იყო დაჟანგული. მე რა ვქენი? ვიყიდე JASMA სერტიფიკატი სპეციალურად სხვა Toyota-დან. ბოლო ბაჩუკი და შევცვალე, მაგრამ ой, საოცრება ოდნავ დიდი იყო და მანქანა ჩამომართვეს, ოღონდ ერთხელ არა, ორჯერ. რა თქმა უნდა, მანქანას დიდი ხმა არ ქონდა, იმიტომ რომ რეზონატორიც აყენია და ქარხნული 2 კატალიზატორი. თუმცა რას ვიზავთ? ეს გატრუბული მანქანების ბრალია, რომელიც არაეთიკურად აწუხებს მოსახლეობას. დღევანდელი კანონის მიხედვით, მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს, რომ ეს მანქანა გაერთ ექსპლუატაციაში ჩაუშვა და ესე მოვიხმარო ჩემი პირადი მოხმარების. იქიდან გამომდინარე, რომ დაშლილი Supra ესე საქართველოში მე არ მეგულება. მით უმეტეს რომ შენახული ქარხნული ბოლო ბაჩუკი ქონდეს. აქედან გამომდინარე, ეს კანონი აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმედია შემოიღებენ ისეთ ეურო სტანდარტებს, როგორიც არის სხვა ქვეყნებში მიღებული და იმედი მაქვს, რომ განვაგრძობთ ეთიკის ზომებში ჩვენი ავტომობილების სიამოვნებას. არ მინდა გამომჩეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ამ მანქანაზე, რაც შევცვალეთ. ეს არის არც მეტი არც ნაკლები საჭე. Supra-ს იაპონიიდან მოყვა ძალიან უცნაური ფორმის, ზომის, ფერის საჭე, ასოცირდებოდა ჩვენთვის სათამაშოსთან და ძალიან არასასიამოვნო იყო თავდაპირველად Supra-ს ტარება. ახლა აყენია MPI-ის ფირმის საჭე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან უხდება დიზაინში, ასევე ძალიან კომფორტულია ზომაშიც, დახრილობაშიც, კუთხეშიც, ყველანაირად. გარდა იმისა, რომ ორიგინალი საჭე ბევრად დიდხანს გვემსახურება, ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის ის, რომ ტარების გამოცდილებას ბევრად უკეთეს ხდის. ამით ჩვენი პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. მანქანა აღვადგინეთ და გზაზე დავაყენეთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მე გადავუხადო GM Detailings, Delphi Motors, Carix Detailings და JDM Garage. ესენი არიან ის კომპანიები, რომლებიც დამეხმარნენ, რომ მანქანა ამ ეტაპზე მიმეყვანა. საომალოდ როგორც შეგვიდით მე თქვენ დაგიბრუნდებით უკვე მანქანის ტუნინგით და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას გაინტერესებთ თუ როგორ იწყობა ეს 1000 ცხენით. რა თქმა უნდა, ჩვენ 1000 ცხენს არ გეგმავთ, თუმცა ძალიან საინტერესო იქნება იმის ნახვა თუ როგორ აჩქარდება Supra და დაიძახებს შტატატატას. იცით როგორი ხმა იქნება? რაჩეს ნახა. ახლა უკვე ხამდება და სანამ დრო გვაქვს, გადავიღებთ მანქანის rolling shot-ებს და შემოგთავაზებთ ლამაზ კადრებს. იმედია ისიამოვნეთ, დიდი მადლობა. This window
Suprasთან.